ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს, მაცხოვრის წინადაცვით დღესასწაულს, ისევე არის დღეს ბასილიდis ენების დღე და ახალი წელი. მისმა უწმინდესობამ დღეს სიონის საგალობლო ტაძარში ეპისკოპოსთან და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა, სამადლობელო პარაკლისი, იმას დაკავშირებით, რომ წლევანდელ წელს ყველაფერი კარგად იყოს. კვერექსში ლოცვაში წაკითხული იყოს ლოცვები, რომ ადამიანები პატრიარქი ითხოვდა სამღვდელოებასთან ერთად, რომ ის თუ რამე ცუდი იყო წელს, ანუ შეცოდებები ჩვენგან ჩადენილი, ანუ ვისერთ ცუდი რამ, რომ იმ წელში დარჩენილი იყოს და ყველაფერი ღმერთმა რომ გვაპატიოს და ერთს ვაპატიოს ყველაფერი და წლევანდელი წელი ღვთისთვის სასიკეთო იყოს და თელიერი სასიკეთო ყოფილიყოს. საახალწლო პარაკლისის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა სადღესასწაულოდ გამზადებული ტკბილეული აკურთხა. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძარში შეკრებილ მრევლს საშობაო ეპისტოლეები დაურიგდა. მინდა მიულოცო პირველ რიგში მის უწმინდესობას და მთელ საქართველოს ახალი წელი და უსურვო წინსვლა, რომ მეტი წარმატება ქვეყანას და დიდხანს სიცოცხლე მინდა უსურვო ჩვენი უწმინდესისა, ჩვენს ხალხს და ღმერთს შევთხოვოთ, რომ მისი ლოცვა-კურთხევის ქვეშ გამთლიანდეს საქართველო მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობა. მოგილოცავ დღევანდელ დღეს ნამდვილად ერისეიმია, ძალიან ბედნიერები ვართ. დღეს პატრიარქმა აღავლინა პარაკლისი სიონის ტაძარში და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი წელი ყველასთვის სრულიად საქართველოსთვის იქნება განსაკუთრებული.